იყო ესეთი დიდი საეკლესიო მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოსი და გაბრიელ ეპისკოპოსს ცოლშვილი დაეხოცა რაღაც დაავადება შეხვდა და მღვდელი იყო ის მაშინ და იქამდე მივიდა მისი მწუხარება თავის მოკვლას კი გადაწყვეტა რაც რასაკვირველია ძალიან დიდი ცოდვა იქნებოდა შესძახეს რომ ბერად წადიო და წავიდა ბერად ალბათ ღვთისგან დაშვებულიაო ეს წავიდა ბერად და დავითგარეჯში იყო ერთხანს მერე აკურთხეს ის ეპისკოპოსად 1896 წლებში იყო იმერეთის ეპისკოპოსი მთელი დასავლეთ საქართველოს მასებარა და ამ ხნის მანძილზე ის ბერია და ლოცვაში, ცრემლში, სინანულში და ღვაწლში გაიარა მთელმა მისმა ცხოვრებამ და კვდება გაბრიელ ეპისკოპოსი ეს არის 1896 წლის თებერვალი და ერთი კვირა სიკვდილ სიცოცხლე იბრძვის წამიერად გამოდის მდგომარეობიდან თითქოს მერე ისე უბრუნდება გონებას კარგავს ერთ მომენტში როდესაც დაუბრუნდა გონება და იკითხა ვინ ხარ შენ მისი ძმისშვილი იყო იქ ამ დროს თავზე ადგა თქვენი ძმისწული ვარ მეუფე ჩემი ძმისწულიო სად არის ჩემი ცოლშვილიო ალბათ სამოთხეში მეუფე სამოთხეში მარია ცოლის სახელი იყო და გარდაიცვალა ესე იგი ამით იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ უკვე მას დიდი ხანია ასე რომ ვთქვათ გამოტირებული ყავდა თავისი შვილები აი მამა დიდი მამა სულიერი წინამძღოლი ერის მამა მაგრამ აი მთელი ცხოვრება ესე იგი ამ სადარდებელს ატარებდა მაინც რასაკვირველია